უფალი ჩაიტანიას მოძღვრება, უმაღლესი სრულყოფილება. როგორი მდგომარეობაც არ უნდა ეკავოს ადამიანს, თუ იგი სრულყოფილად იცნობს მეცნიერებას კრიშნას შესახებ, კრიშნას ცნობიერებას შეუძლია გახდეს ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი, უფლებამოსილი, მიიღოს მოწაფეები, ან ამ მეცნიერების მასწავლებელი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანს შეუძლია ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი გახდეს, თუ მას კრიშნას მეცნიერების, კრიშნას ცნობიერების შესახებ საკმარისი ცოდნა გააჩნია. ეს არ არის დამოკიდებული დაბადებასთან დაკავშირებულ ან საზოგადოებაში დაკავებულ გარკვეულ მდგომარეობასთან. ეს გახლავთ უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს დასკვნა და იგი ვედურ მითითებებს შეესაბამება. ამ დასკვნის საფუძველზე მიიღო უფალმა ჩაიტანიამ, რომელიც უწინ ვიშვამბარად იყოს ცნობილი, სულიერი მოძღვარი, იშვარა პური, რომელიც სანიასი გახლდათ. მსგავსად ამისა, უფალმა ნიტიანანდა პრაბჰუმ და შრი ადვაიტა აჩარიამაც მიიღეს სხვა სანიასი, მათავენდრა პური, თავიანთ სულიერ მოძღვრად. მათავენდრა პური ცნობილია აგრეთვე როგორც ლაქშიპატი ტირთა. სწორედ ასევე კიდევ ერთმა დიადმა აჩარიამ, შრი რასიკანანდამ, სულიერ მოძღვრად აღიარა შრი შიამანანდა, თუმცა იგი ბრაჰმანის ოჯახში არ იყო დაბადებული. ასევე მიიღო განგა ნარიანა ჩაკრავატიმ ნაროტამა დასა თაკურას სულიერ მოძღვრად. დიდი ხნის წინათ იყო ერთი მონადირე, სახელად თარმა, რომელიც მრავალთა სულიერი მოძღვარი გახლდა. მაჰაბჰარატასა და შრიმად ბჰაგავატამში აშკარა მითითებები არსებობს, სადაც ნათქვამია, რომ პიროვნება, იქნება იგი ბრაჰმანი, ქშატრია, ვიაშა თუ შუდრა, მისი პიროვნული ღირსებების მიხედვით უნდა შევაფასოთ და არა დაბადების შესაბამისად. პიროვნების მდგომარეობა პიროვნული ღირსების თანახმად უნდა განისაზღვროს და არა დაბადებისა. მაგალითად, თუ ადამიანი ბრაჰმანის ოჯახშია დაბადებული, მაგრამ პიროვნული თვისებებით შუდრას გავს, იგი შუდრად უნდა ჩაითვალოს. სწორედ ასევე, თუ პიროვნება შუდრას ოჯახშია დაბადებული, მაგრამ ბრაჰმანის ღირსებებით გამოირჩევა, ბრაჰმანად უნდა ვაღიაროთ. ყველა შასტრას მითითებები, აგრეთვე დიად ბრძენთა ავტორიტეტების ვერსიები ამტკიცებს, რომ აუცილებელი არ არის ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი ბრაჰმანი იყოს. ერთადერთი მოთხოვნილება ისაა, რომ იგი კრიშნას მეცნიერებას, კრიშნას ცნობიერებას იცნობდეს. მხოლოდ ეს აძლევს პიროვნებას სულიერ მოძღვრად გახდომის სრულ უფლებას. ეს გახლავთ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს დასკვნა რამანანდა რაიასთან მსჯელობისას. ჰარი ბჰაქტი ვილასაში ნათქვამია, რომ თუ ერთი ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი ბრაჰმანის ოჯახშია დაბადებული, ხოლო მეორე, აგრეთვე ღირსეული, შუდრას ოჯახს ეკუთვნის, ადამიანმა ბრაჰმანის ოჯახში დაბადებული უნდა მიიღოს. ეს ნათქვამი სოციალურ კომპრომისს წარმოადგენს, მაგრამ სულიერ შემეცნებასთან საერთო არაფერი აქვს. ეს მითითება მხოლოდ მათ ეხებათ, ვინც სოციალურ მდგომარეობას სულიერ მდგომარეობაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. ეს არ ეხება სულიერ ცხოვრებასთან სერიოზული დამოკიდებულების მქონე ხალხს. სერიოზული პიროვნება მიიღებს ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მითითებას იმის თაობაზე, რომ ყველა, მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ვინც იცის მეცნიერება კრიშნას შესახებ, მიღებული უნდა იქნას სულიერ მოძღვრად. პადმა პურანაში მრავალი მითითებაა, სადაც ნათქვამია, რომ სულიერად ამაღლებული უფლის წინწასული ერთგული მუდამ ერთგულების უმაღლეს საფეხურზე იმყოფება, ამიტომ სულიერი მოძღვარი გახლავთ. მაგრამ ბრაჰმანის ოჯახში დაბადებული, დიდად ამაღლებული პიროვნება ვერ იქნება სულიერი მოძღვარი, თუ კი უფლის ერთგული არ არის. ბრაჰმანის ოჯახში დაბადებულმა პიროვნებამ შეიძლება ვედური წმინდა წერილების ყველა რიტუალი იცოდეს, მაგრამ წმინდა ერთგულების მიღწევის გარეშე სულიერ მოძღვრად გახდომა მისთვის შეუძლებელია. მთელ შასტრებში ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის უმთავრეს ღირსებად მიჩნეულია ის, რომ იგი კრიშნას მეცნიერებაში იყოს განსწავლული. ამიტომ სთხოვა ჩაიტანიამ რამანანდა რაიას დაუყოლებლივ გაეგრძელებინა მისთვის სწავლება და არაფრად მიეჩნია უფალი ჩაიტანიას სანიასის მაღალი მდგომარეობა. ამდენად უფალმა ჩაიტანიამ დაჟინებით სთხოვა
მას რათასა და კრიშნას გართობების შესახებ საუბრის გაგრძელება. იმის გამო, რომ რათასა და კრიშნას გართობების შესახებ საუბარს მსთხოვ, განაცხადა რამანანდა რაემ, მე დავემორჩილები შენს ბრძანებას, იმაზე ვისაუბრებ, რაც შენ გწადია. ამდენად რამანანდა რაემ თავდაბლად აღიარა თავი მარიონეტად, უფალი ჩაიტანიას მარიონეტთა ბატონის წინაშე. მას მხოლოდ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს სურვილის თანახმად ცეკვა სურდა. თავისი ენა მან სიმებიან საკრავს შეადარა და თქვა, შენ ახარ ამ ინსტრუმენტზე დამკვრელი. ამრიგად, როგორც უფალი ჩაიტანია დაუკრავდა, ისეთ ბგერას გამოსცემდა რამანანდა რაიაც. მან თქვა, რომ უფალი კრიშნა ღმრთების უზენაესი პიროვნებაა, ყოველგვარი ინკარნაციის წყარო და მიზეზი ყველა მიზეზისა. არსებობს აურაცხელი ვაიკუნთა პლანეტა, უზენაესი უფლის აურაცხელი ინკარნაცია, ექსპანსია და უამრავი სამყაროც, მაგრამ უზენაესი უფალი კრიშნა ყოველივე ამის ერთადერთი წყარო გახლავთ. მისი ტრანსცენდენტული სხეული შედგება მარადისობის, ნეტარებისა და ცოდნისაგან და იგი ცნობილია, როგორც მაჰარაჯა ნანდას ვაჟი და გოლოკა ვრინდავანზე მცხოვრები. იგი სავსეა 6 სიდიადით, ყოველგვარი სიმდიდრით, ძალით, სახელით, სილამაზით, ცოდნითა და განდეგილობით. ბრაჰმა სამჰიტაში დამტკიცებულია, რომ კრიშნა უზენაესი უფალია, ყველა უფალთა უფალი და მისი ტრანსცენდენტული სხეული საჩჩიდ ანანდა გახლავთ. არავინაა კრიშნას წყარო, არამედ კრიშნა ბრძანდება წყარო ყოვლისა. იგია ყველა მიზეზთა უმაღლესი მიზეზი და ვრინდავანის მოსახლე. იგი ამავე დროს მეტად მიმზიდველია, მსგავსად კუპიდონისა, ადამიანს შეუძლია თაყვანისცეს მას კამა გაიტარის მანტრის გზით. ბრაჰმა სამჰიტაში ვრინდავანის ტრანსცენდენტული მიწა აღწერილია როგორც მუდამ სულიერი. ეს სულიერი მიწა დასახლებულია ბედის ქალღმერთებით, რომელთაც გოპები ჰქვიათ. ისინი კრიშნას სატრფოები არიან და კრიშნა გოპების ერთადერთი სატრფოა. იმ მიწაზე ხეები კალავ-კრშა ნატრის ხეები გახლავთ და მათგან ნებისმიერი სასურველის მიღება შეიძლება. მიწა ფილოსოფიური ქვისაა და წყალი ნექტარისა. იმ მიწაზე ყოველი სიტყვა სიმღერაა, ყოველი ნაბიჯი ცეკვა, ფლეიტა კი მუდმივი თანამგზავრი. ყველაფერი თვითმნათია, როგორც მზე მატერიალურ სამყაროში. ადამიანის სიცოცხლის ეს ფორმა ვრინდავანის ამ ტრანსცენდენტული მიწის გასაგებად არსებობს და მან, ვისაც ბედი გაუღიმებს, უნდა განივითაროს ვრინდავანისა და მის მცხოვრებთა ცოდნა. იმ უმაღლეს სავანეში სურაფი ძროხები არიან, რომლებიც მიწას რძით ავსებენ. იქ წამიც კი არ იხარჯება ფუჭად, ამიტომ არ არსებობს წარსული, აწყო და მომავალი. ექსპანსია ვრინდავანისა, რომელიც კრიშნას უმაღლეს სამყოფელს წარმოადგენს, ამ მიწაზეც არსებობს და ამაღლებული ერთგულები მას ეთაყვანებიან როგორც უზენაეს სავანეს. მაგრამ სულიერ ცოდნაში, კრიშნას ცნობიერებაში ამაღლების გარეშე, ვრინდავანის შეფასება არავის ძალუძს. ჩვეულებრივ თვალს ვრინდავანი უბრალო სოფელი ჰგონია, მაგრამ ამაღლებული ერთგული მას თავდაპირველ ვრინდავანად აღიქვამს. ერთი დიადი წმინდანი აჩარია ამბობს თავის სიმღერაში, როდის გასუფთავდება ჩემი ჭკუა ყოველგვარი სიბილწისგან, რათა ვრინდავანის ჭეშმარიტი სახით დანახვა შევძლო და როდის შევძლებ გოსვამების მიერ დანატოვარ ნაწარმოებთა გაგებას, რათა რათასა და კრიშნას ტრანსცენდენტული გართობების შეცნობა შევძლო. ტრანსცენდენტულია აგრეთვე სასიყვარულო ურთიერთობა კრიშნასა და ვრინდავანის გოპებს შორის. ისინი ამ მატერიალური სამყაროს ჩვეულებრივ ვნებიან ურთიერთობებს გავს, მაგრამ მათ შორის უდიდესი განსხვავებაა. მატერიალურ სამყაროში შეიძლება დროებით გამოიხვიძოს ნებამ, მაგრამ იგი ეგრეთ წოდებული დაკმაყოფილების შემდეგ ქრება. სულიერ სამყაროში გამუდმებით იზრდება სიყვარული გოპებსა და კრიშნას შორის. ეს განსხვავებაა ტრანსცენდენტულ სიყვარულსა და მატერიალურ ვნებას შორის. ნება, ანუ ეგრეთ წოდებული სიყვარული, რომელიც ამ სხეულიდან მომდინარეობს, ისევე დროებითია, როგორც თავად სხეული,
მაგრამ სულიერ სამყაროში მარადიული სულიდან წარმომავალი სიყვარული სულიერ საფეხურზე დგას და ეს სიყვარულიც მარადიულია. ამიტომ კრიშნას მარად ნორჩ კუპიდონს უწოდებენ. უფალ კრიშნას ეთაყვანებიან გაიტარი მანტრით და განსაკუთრებულ მანტრას, რომლითაც მას თაყვანსცემენ, კამა გაიტარი ეწოდება. ვედური ლიტერატურა გვიხსნის, რომ ბგერით ვიბრაციას, რომელსაც ჭკუისმიერი მონაგონებისგან განთავისუფლება შეუძლია, გაიტარი ეწოდება. კამა გაიტარის სულიერი მოძღვრისაგან მაშინ ღებულობს მოწაფე, როდესაც წარმატებას აღწევს ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარის გალობაში. სხვანაირად რო ვთქვათ, ეს კამა გაიტრი მანტრა და სამკარა, ანუ სრულყოფილ ბრაჰმანად გარდაქმნა ხდება სულიერი მოძღვრის მიერ, როდესაც იგი ხედავს, რომ მისმა მოწაფემ სულიერ ცოდნაში წარმატებას მიაღწია. მაშინაც კი კამა გაიტრი არ წარმოითქმის განსაკუთრებულ ვითარებაში. ნებისმიერ შემთხვევაში ჰარე კრიშნას გალობა საკმარისია უმაღლეს სულიერ საფეხურზე ასამაღლებლად. ბრაჰმა სამჰიტაში კრიშნას ფლეიტის მშვენიერი აღწერილობაა მოცემული. როდესაც კრიშნამ ფლეიტას ჩაჰპერა ბგერითმა ვიბრაციამ, ბრაჰმას ყურში ვედური მანტრა ომის სახით შეაღწია. ეს ომ სამი ასოსგან შედგება ა, უ და մ და იგი აღწერს ჩვენს ურთიერთობას უზენაეს უფალთან, ჩვენს მოქმედებებს, რომლითაც შეგვიძლია სიყვარულის უმაღლეს სრულყოფას მივაღწიოთ და განმარტავს სულიერ საფეხურზე სიყვარულის ჭეშმარიტ მდგომარეობას. როდესაც კრიშნას ფლეიტის ბგერითი ვიბრაცია ბრაჰმას პირიდან მომდინარეობს, იგი გაიტრარი ხდება. ამდენად კრიშნას ფლეიტის ბგერითი ვიბრაციის მოქმედებით ბრაჰმა უზენაესი არსება და ამ მატერიალური სამყაროს პირველი ცოცხალი არსება იქნა ინიცირებული. ბრაჰმამ რომ კრიშნას ფლეიტით ბრაჰმანის ინიციაცია მიიღო, შრილა ჯივა გოსვამის მიერაა დადასტურებული. როდესაც ბრაჰმა კრიშნას ფლეიტით გაეტარა მანტრით იქნა ინიცირებული, მან მთელი ვედური ცოდნა გაიგო. აღიარა რა კრიშნას მიერ გაღებული მადლი, იგი ყველა ცოცხალი არსების თავდაპირველი სულიერი მოძღვარი გახდა. ბრაჰმა სამჰიტაში გაიტრი მანტრაზე დამატებული სიტყვა კლიმ განმარტებულია როგორც ღმრთების სიყვარულის ტრანსცენდენტული თესლი, ანუ კამა გაიატრას თესლი. ობიექტი კრიშნაა, მუდამ ნორჩი კუბიდონი და კლიმ მანტრას წარმოთქმით კრიშნას ვეთაყვანებით. გოპალა ტაპანი უპანიშადში ისიც ნათქვამია, რომ როდესაც კრიშნას კუპიდონს ვუწოდებთ, მატერიალური სამყაროს კუპიდონად არ უნდა წარმოვიდგინოთ. როგორც უკვე განმარტეთ, ვრინდავანი კრიშნას სულიერი სამყოფელი გახლავთ და სიტყვა კუპიდონიც სულიერი და ტრანსცენდენტულია. ადამიანმა მატერიალური კუპიდონი და კრიშნა არ უნდა გააიგაოს. მატერიალური კუპიდონი გარეგანი ხორცისა და სხეულის მიმზიდველობას წარმოადგენს, მაგრამ სულიერი კუპიდონი ის მიმზიდველობაა, რომლითაც ზესული ინდივიდუალურ სულს იზიდავს. სინამდვილეში სულიერ ცხოვრებაში არსებობს ნება, მაგრამ როდესაც სული მატერიალურ ელემენტებშია გახვეული, ეს სულიერი მოთხოვნილება მატერიალურ სხეულში წარმოჩინდება, ამიტომაც დამახინჯებულად აისახება. როდესაც ადამიანი ჭეშმარიტად განსწავლული ხდება კრიშნას ცნობიერებაში, მას შეუძლია გაიგოს, რომ მისი მატერიალური სურვილი საზიწყარია, მაშინ როცა სულიერი სურვილი სასურველი გახლავთ. ერთი პიროვნების კონსტიტუციური მდგომარეობის შესაბამისი მდგომარეობაა, მეორე კი ობიექტისა. როდესაც ადამიანს ესმის ჭეშმარიტება ამ ცხოვრების შესახებ, მაგრამ მთლიანად არ არის განწმენდილი მატერიალური სიბილწისგან, იგი ჭეშმარიტად ტრანსცენდენტულ სავანეში, ვრინდავანში არ იმყოფება, თუმცა შეიძლება ესმოდეს სულიერი ცხოვრება. მაგრამ როდესაც პიროვნება მატერიალური სხეულის მოთხოვნილებისგან თავისუფლდება, ამ დონეზე მყოფს შეუძლია კამა გაიტარისა და კამა ბიჯა მანტრის წარმოთქმა.
შემდეგ რამანანდა რაიამ განმარტა, რომ კრიშნა კაცებსაც იზიდავს და ქალებსაც, მოძრავსაც და უძრავსაც, მართლაც ყველა ცოცხალ არსებას. ამ მიზეზის გამო ეწოდება ტრანსცენდენტული კუპიდონი. შემდეგ რამანანდა რაიამ წარმოთქვა ლექსი შრიმად ბჰაგავატამიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ როდესაც მომღიმარი კრიშნა ფლეიტაზე დაკვირით ბრჯას ქალწულების წინაშე გამოჩნდა, იგი კუპიდონს ჰგავდა. სხვადასხვა ერთგულებს სხვადასხვა დამოკიდებულება და ურთიერთობა აქვთ უზენაეს უფალთან. უფალთან ნებისმიერი ურთიერთობა ერთნაირად სასიკეთოა, ვინაიდან მთავარი ფიგურა მათში კრიშნაა. როგორც ფაქტი რასამრიტა სინთუშია ნათქვამი, კრიშნა ყოველგვარი სიამოვნების წყაროა და თავისი სხეულის სიკაშკაშით მუდამ იზიდავს გოპებს. იგი განსაკუთრებით ტარაკას, პალის, შიამასა და ლალიტას ხიბლავს. კრიშნა ძალზე ძვირფასია რათარანისთვის, უმთავრესი გოპისთვის. კრიშნას მსგავსად გოპები კრიშნას გართობებით არიან განდიდებულნი. კრიშნასთან მრავალი სახის დამოკიდებულება არსებობს და ნებისმიერი, ვისაც კრიშნასთან გარკვეული ურთიერთობა ხიბლავს, დიდებას იმსახურებს. კრიშნა ისე მშვენიერი, ტრანსცენდენტული და მიმზიდველია, რომ ზოგჯერ საკუთარ თავსაც ხიბლავს. ქვემოთ მოყვანილი ლექსი გიტა გოვინდაში გვხვდება. ჩემო ძვირფასო მეგობარო, ერთი ნახე, როგორ ტკბება კრიშნა თავისი ტრანსცენდენტული გართობებით გაზაფხულზე, როცა იგი თავისი სხეულის სილამაზეს ყველგან ავრცელებს. მისი ნაზი ფეხები და ხელები სწორედ უმშვენიერესი მთვარის მსგავსი გოპების სხეულს ეხება. მათი სხეულების სხვადასხვა ნაწილის შეხებისას იგი ძალზე მომხიბვლელია. კრიშნა იმდენად ლამაზია, რომ თვით ნარაიანასაც იზიდავს, ასევე ბედის ქალღმერთსაც, რომელიც თან ახლავს ნარაიანას. შრიმად ბჰაგავატამში ფუმა პურუშამ კრიშნას უთხრა: ჩემო ძვირფასო კრიშნა და არჯუნა, ბრაჰმანის შვილები იმისთვის წამოვიყვანე, რომ თქვენ მენახეთ. ერთხელ არჯუნა შეეცადა გადაერჩინა ყმაწვილები, რომლებიც უდროოდ გარდაიცვალნენ დვარაკაში და როდესაც არაფერი გამოუვიდა, კრიშნამ იგი ფუმა პურუშასთან წაიყვანა და როდესაც ფუმა პურუშამ გაცოცხლებული მკვდარი სხეულები წარმოუდგინა მათ, თქვა: ორივე თქვენგანი სამყაროში რელიგიური პრინციპების დასაცავად და დემონების გასანადგურებლად მოევლინეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფუმა პურუშაც დაატყვევა კრიშნას სილამაზემ და ეს გართობა კრიშნას ნახვის საბაბად გამოიყენა. შრიმად ბჰაგავატამში წერია, რომ როდესაც კრიშნამ გველი კალაია დასაჯა, კალაიას ერთ-ერთმა ცოლმა უთხრა კრიშნას: ძვირფასო უფალო, ჩვენ არ გვესმის, როგორ მიეცა ამ დაცემულ გველს შენი ლოტოსის ტერფების ცემის შესაძლებლობა, როდესაც თვით ბედის ქალღმერთმა შენ სანახავად წლების მანძილზე ასკეზები გაიარა. თუ როგორ ხიბლავს კრიშნას საკუთარი სილამაზე, აღწერილია ლალიტა მათავაში. საკუთარი სურათის დანახვაზე კრიშნამ წამოიძახა: რა დიდებულია ეს სურათი, იგი მეც ისე მხიბლავს, როგორც რათარანის. კრიშნას სილამაზის აღწერის შემდეგ რამანანდა რაიამ საუბარი დაიწყო კრიშნას სულიერი ენერგიის შესახებ, რომელსაც სათავეში შრიმატი რათარანი უდგას. კრიშნას ენერგიებს უსაზღვრო ექსპანსიები გააჩნია. უმთავრესია სამი: შინაგანი, გარეგანი და მოსაზღვრე ენერგია. ეს დამტკიცებულია ვიშნუ პურანას მე-6 თავში, სადაც ნათქვამია, რომ ვიშნუს ერთი ენერგია აქვს, რომელსაც სულიერი ენერგია ეწოდება და იგი სამი გზით ვლინდება. როდესაც სულიერი ენერგია უმეცრებით იფარება, მას მოსაზღვრე ენერგია ეწოდება. რაც შეეხება თავად სულიერ ენერგიას, იგი სამ ფორმაში წარმოჩინდება, ვინაიდან კრიშნაში იყრის თავს მარადისობა, ნეტარება და ცოდნა. რაც შეეხება მის ნეტარებას, მისი სულიერი ენერგია სიამოვნების მომტან ენერგიად ვლინდება. მისი მარადიულობა ენერგიად წარმოჩინდება, ხოლო ცოდნა სულიერ სრულყოფილებად. როგორც ვიშნუ პურანაშია დამტკიცებული, კრიშნას სიამოვნების პოტენცია აძლევს კრიშნას ტრანსცენდენტულ სიამოვნებასა და ნეტარებას. ამდენად, როდესაც კრიშნას სიამოვნებით ტკბობა სურს, იგი ავლენს თავის სულიერ ენერგიას, რომელსაც ჰლადინი ეწოდება.
თავის სულიერ ფორმაში კრიშნა საკუთარი სულიერი ენერგიით ტკბება და ეს წარმოადგენს რათა კრიშნას გართობების ძირითად არსს. მხოლოდ ამაღლებულ ერთგულებს შეუძლიათ ამ გართობების გაგება. ადამიანი არ უნდა ეცადოს რათა კრიშნას ენერგიებისა და გართობების გაგებას მატერიალური საფეხურიდან. ჩვეულებრივად, ხალხი მათ არასწორად აიგავებს მატერიალურთან. როდესაც სიამოვნების პოტენცია კიდევ უფრო კონდენსირდება, მას მაჰაბჰავა ეწოდება. შრიმატი რადჰარანი, კრიშნას მარადიული თანამგზავრი, ამ მაჰაბჰავას გაპიროვნებას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, უჯავალა ნალიმანიში რუპა გოსვამი ამბობს, რომ კრიშნას სიყვარულში ორი მეტოქი არსებობს: რადჰარანი და ჩანდრავალი. მათი შედარებისას რადჰარანი უმაღლესია, ვინაიდან იგი მაჰაბჰავა სვარუპას ფლობს. მაჰაბჰავა სვარუპა მაჰაბჰავას გაპიროვნება მხოლოდ რადჰარანის ახასიათებს. მაჰაბჰავა სიყვარულის გამოვლინებას წარმოადგენს, ამიტომ მთელ სამყაროში კრიშნასთვის რადჰარანი ყველაზე საყვარელია და მისი სახელი მუდამ კრიშნასთან არის დაკავშირებული. რადჰა კრიშნა. ბრაჰმა სამჰიტაშიც დადასტურებულია, რომ სულიერ სამყაროში კრიშნა თავისი სიამოვნების ენერგიით ვრცელდება და ეს ენერგიები არ განსხვავდება კრიშნასგან. თუმცა კრიშნა მუდამ ტკბება თავისი სიამოვნების ენერგიის ექსპანსიებთან ურთიერთობით, იგი ყოვლის გამჭოლია, ამიტომ ბრაჰმა მოწიწებით თავს ხრის გოვინდას ყოველი მიზეზის წინაშე. როგორც კრიშნაა სრულიერი სრულყოფილების უმაღლესი სიმბოლო, ასევეა რადჰარანი იმ სულიერი სიამოვნების ენერგიის უმაღლესი სიმბოლო, რითაც კრიშნა კმაყოფილდება. ვინაიდან კრიშნა უსაზღვროა, იმისათვის რომ იგი დააკმაყოფილოს, რადჰარანიც უსაზღრო გახლავთ. კრიშნას რადჰარანის მარტო დანახვაც კი აკმაყოფილებს, მაგრამ რადჰარანი ისეთნაირად ვრცელდება, რომ კრიშნას მის მიმართ მეტი ტკბობის სურვილი აქვს. იმის გამო, რომ კრიშნას არ შეეძლო რადჰარანის სიამოვნების შეფასება, გადაწყვიტა რადჰარანის როლი მიეღო და ამ შეერთებას შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ წარმოადგენს. შემდეგ რამანანდა რაიამ განმარტა რადჰარანი, როგორც კრიშნას სიამოვნების ენერგიის სიმბოლო. რადჰარანი სხვადასხვა ფორმებად ვრცელდება, როგორიცაა ლალიტა, ვიშაქა და სხვა საკრალური თანამგზავრები. თავის წიგნში უჯვალა ნილამანი რუპა გოსვამი განმარტავს შრიმატი რადჰარანის თვისებებს. იგი მიუთითებს, რომ რადჰარანის სხეული თავისთავად ტრანსცენდენტული სიამოვნების ჭეშმარიტ განვითარებას წარმოადგენს. მისი სხეული მორთულია ყვავილებით, სურნელოვანია და კრიშნასადმი ტრანსცენდენტული სიყვარულით სავსე. იგი გახლავთ მისი სიამოვნების პოტენციის გაპიროვნება. ეს ტრანსცენდენტული სხეული სამჯერ ბანაობს. პირველად წყალობის წყალში, მეორედ ყმაწვილური სილამაზის წყალში, მესამედ კი ახალგაზრდული ბრწყინვალების წყალში. ამგვარად სამჯერ განბანის შემდეგ მის სხეულს ჭყვიალა სამოსელი ამშვენებს და კრიშნას პიროვნული სილამაზითაა მორთული, რომელიც კოსმეტიკური ხელოვნების გამოხატულებას წარმოადგენს. მის სხეულს ამშვენებს აგრეთვე სულიერი ექსტაზის ორნამენტები, კანკალი, ცრემლები, გახევება, ოფლი, სულის შეკვრა, სხეულის ყველა ფუნქციის შეწყვეტა, რაც ტრანსცენდენტული სიამოვნებისგან მომდინარეობს, ენის ბორციკი, სისხლის მაღალი წნევა და სხვა. ტრანსცენდენტული სიამოვნების ენერგიის მორთულობა 9 ნიშანს ავლენს, ამათგან 5 ყვავილწნულით შემკული, მისი პირადი სილამაზის გავრცელებით წარმოჩინდება. მისი მორჩილის სიმშვიდე ქაფურით განწმენდილ ტანსაცმელთანაა შედარებული. კრიშნას გამო მისი იდუმალი ტანჯვა ნასკვია მის თმაში, ხოლო შუბლზე ტილაკას ნიშანი მისი ბედი. რადჰარანის სმენის გრძნობა მუდამ კრიშნას სახელსა და დიდებაზეა მიპყრობილი. ბეტელის კაკლის ხეჭვა ტუჩებს აწითლებს. სწორედ ასევე, რადჰარანის თვალის უპეები კრიშნასადმი სრული მიჯაჭვულობის შედეგად ჩაშავებულია. ეს სიმუქე შეიძლება ბუნების მიერ გამოყენებულ მალამოს შევადაროთ, როდესაც ბუნება რადჰასა და კრიშნასთან ხუმრობს. რადჰარანის ღიმილი ქაფურის გემოს გავს.
განშორების ყვავილწნული ირხევა მის სხეულზე, როცა სურნელის ოთახში სიამაყის საწოლზე წვება. კრიშნას მეგობარ გოგონებს შორის საუკეთესოდ მიჩნეული სიმებიან საკრავზე უკრავს. ყმაწვილურ პოზაში მდგომ კრიშნას იგი მხარზე ხელს აყრდნობს, თუმცა ამდენ ტრანსცენდენტულ თვისებას ფლობს, მუდამ კრიშნას სამსახურით არის დაკავებული. შრიმატი რადჰარანის სუდიკა სატვიკა ემოციები ამშვენებს, რომლებიც ზოგჯერ მწუხარებასა და ზოგჯერ დამშვიდებას მოიცავს. შრიმატი რადჰარანის სხეულში გამოვლენილია ყველა ტრანსცენდენტული ექსტაზი. სუდიპტა სატვიკა ემოციები მაშინ ვლინდება, როდესაც სატრფოს გარკვეული გრძნობები იპყრობს, რომელთა შეკავება ქალს ან კაცს არ შეუძლია. რადჰარანის კიდევ ერთი ემოცია კილაკინჩიტა ახასიათებს, რომელიც 20 სხვადასხვა გზით ვლინდება. ეს ემოციები წარმოჩინდება ნაწილობრივ სხეულიდან, ჭკუიდან და ჩვევიდან გამომდინარე. რაც შეეხება სხეულის ემოციებს, ისინი პოზებსა და მოძრაობებში ვლინდება. რაც შეეხება ჭკუის ემოციებს, ისინი ვლინდება როგორც სილამაზე, ბრწყინვალება, პირსახის ფერი, საუბარი, სულგრძელობა და მოთმინება. რაც შეეხება ჩვეულებასთან დაკავშირებულ ემოციებს, ისინი ვლინდება როგორც გართობები, სიამოვნება, მომზადება და დავიწყება. შრიმატი რადჰარანის შუბლზე ბედის ტილაკა აჩნია, მას პრემა ვაიჩიტიას მედალიონიც აქვს. პრემა ვაიჩიტია ვლინდება მაშინ, როდესაც სატრფოები ერთმანეთს ხვდებიან და განშორებისა ეშინიათ. შრიმატი რადჰარანი კრიშნაზე 15 თხით უმცროსია, მას მუდამ მეგობრების მხარზე აქვს ხელი დაყრდნობილი და განუწყვეტლივ კრიშნასთან ერთად გართობებზე საუბრობს და ფიქრობს. თავის ტკბილი საუბრით ყოველთვის აბრუებს კრიშნას და რადჰარანი მუდამ მზად არის კრიშნას სურვილების შესასრულებლად. სხვანაირად რომ ვთქვათ, იგი შრი კრიშნას ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ამისათვის განუმეორებელი და უჩვეულო თვისებებს ფლობს. გოვინდა ლილა-მრატაში არის ერთი ლექსი, სადაც ნათქვამია: ვინ არის კრიშნას სიყვარულის საფუძველი? პასუხი ასეთია: მხოლოდ შრიმატი რადჰიკა. ვინ არის კრიშნას უდიდესი სიყვარულის საგანი? პასუხი ის გახლავთ, რომ ერთადერთი შრიმატი რადჰიკა და მეტი არავინ. თმის ბრწყინვალება, წყლიანი თვალები და მკვრივი მკერდი, ყველა ეს ნიშანი ახასიათებს შრიმატი რადჰიკას. მხოლოდ შრიმატი რადჰიკას შეუძლია კრიშნას ყველა სურვილის ასრულება, ამას სხვა ვერავინ გააკეთებს. სადიაფამა შრიმატი რადჰარანის კიდევ ერთი მეტოქია, მაგრამ იგი მუდამ იმის ცდაშია, შრიმატი რადჰარანის დონეს მიუახლოვდეს. რადჰარანი ისე გამოცდილია ყოველგვარ საქმეში, რომ ვჯას ქალწულები მასთან მიდიან ხელოვნებათა სასწავლოდ. იგი იმდენად არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირჩევა, რომ თვით ბედის ქალღმერთს და პარვატის უფალი შივას მეუღლესაც სურთ მასავით მშვენიერი გახდნენ. არუნთუტის, რომელიც სამყაროში ყველაზე უბიწო ქალბატონად არის ცნობილი, უბიწოების სწავლას წადია შრიმატი რადჰარანისგან. ვინაიდან თვით უფალ კრიშნასაც არ ძალოც რადჰარანის მაღალი ტრანსცენდენტული თვისებების შეფასება, ჩვეულებრივი ადამიანი მათ შეფასებას ვერ შეძლებს. რამანანდა რაიასგან რადჰა კრიშნას თვისებების მოსმენის შემდეგ, უფალმა ჩაიტანიამ მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ გაგონების სურვილი გამოთქვა. რამანანდა რაიამ კრიშნა დაახასიათა როგორც თილა ლალიტა. ეს სიტყვა აღწერს პიროვნებას, რომელიც ძალზე ეშმაკია და ჭაბუკური, რომელიც მუდამ მშვენივრად ხუმრობს, ვისთვისაც უცხოა მღელვარება და ვინც მუდამ თავის მეგობარ გოგონებს ეხმარება. ტრანსცენდენტული მოქმედებების მოსმენის შემდეგ, უფალმა ჩაიტანიამ თქვა: ჩემო ძვირფასო რამანანდა რაია, რაც შენ ამიხსენი შრი რადჰასა და კრიშნას ტრანსცენდენტული გართობების შესახებ, სავსებით სწორია, თუმცა მაინც არის რაღაც მეტი, რის მოსმენასაც შენგან ვისურვებდი. ძალიან მიჭირს ამაზე მეტის გამოხატვა, უპასუხა რამანანდა რაიამ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არსებობს პრემა ვილასა ვირატად წოდებული ემოციური მოქმედებები, რომლის განმარტებასაც იქნებ შევეცადო, მაგრამ არ ვიცი გაგაბედნიერებს თუ არა მისი მოსმენა. პრემა ვილასაში ორი სახის ემოციური მოქმედებაა: განშორება და შეხვედრა. ეს ტრანსცენდენტული განშორება იმდენად განგვირავია, რომ სინამდვილეში შეხვედრაზე მეტად ძლიერი გახლავთ. რამანანდა რაიას
რათასა და კრიშნას ამ ამაღლებული ურთიერთობის მოსმენის დიდი გამოცდილება ჰქონდა და მან შეთხზა მშვენიერი სიმღერა, რომელიც უფალს მოუთხრო. სიმღერის შინაარსი ის გახლავთ, რომ მიჯნურობის შეხვედრამდე ორივე მხარეს ტრანსცენდენტული მოქმედებების შედეგად გარკვეული ემოციები აღეძვრება. ამ ემოციას ეწოდება რაგა, ანუ მიმზიდველობა. შრიმატი რათარანიმ გამოხატა სურვილი, რომ ჩვენ შორის ამ სინაზემ და სიყვარულმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს, მაგრამ ამ სინაზის მიზეზი თავად რათარანი გახლავთ. როგორი მიზეზიც არ უნდა იყოს, თქვა რათარანიმ, ჩვენ შენსა და ჩემს შორის სიყვარულის გრძნობამ გაგვაერთიანა. ახლა განშორების დროა და მე იმასაც ვერ ხვდები, როგორ დაიწყო და განვითარდა ეს სიყვარული. ჩვენ სიყვარულში არ არსებობდა მიზეზი ან მაყურებელი, თავად ჩვენი შეხვედრის სიყვარულით სავსე მზერის გარდა. ვიდრე ადამიანი წმინდა სათნოების საფეხურს არ მიაღწევს, ძალზე ძნელია კრიშნასა და რათარანის შორის არსებული ურთიერთგრძნობების გაგება. ამგვარი ტრანსცენდენტული ურთიერთობის გაგება მატერიალური სათნოების საფეხურიდანაც კი რთულია. ამის გასაგებად ადამიანი ნამდვილად უნდა დადგეს მატერიალურ სათნოებაზე მაღლა. ეს იმიტომ, რომ გრძნობების მონაცვლეობა რათასა და კრიშნას შორის მატერიალურ სამყაროს არ ეხება. თვით უდიადეს სპეკულაციურ მოაზროვნესაც არ ძალუძს ამის გაგება, უშუალოდ იქნება ეს თუ არა უშუალოდ. მატერიალური მოქმედებები ვლინდება ამ უხეში სხეულისათვის ან ნატიფი ჭკუისთვის, მაგრამ რათასა და კრიშნას შორის გრძნობების გაცვლა ამგვარი გამოვლინებისა და ინტელექტუალური მსჯელობების მიღმა იმყოფება. ამის გაგება შესაძლებელია მხოლოდ მატერიალური სამყაროს ყოველგვარი დასახელებებისგან განწმენდილი გრძნობებით. ვისაც წმინდა გრძნობები აქვთ, მიხვდებიან ამ ტრანსცენდენტულ თვისებებსა და ურთიერთობებს, მაგრამ იმპერსონალისტებსა და სულიერი გრძნობების შესახებ უმეცართა მხედველობა მატერიალურ გრძნობებს ვერ ცდება და ამდენად მათ სულიერი ურთიერთობების ან სულიერ გრძნობებთან დაკავშირებული მოქმედებების გაგება არ ძალუძს. ექსპერიმენტული ცოდნის ძალით ამაღლებულებს მხოლოდ თავიანთი დაჩლუნგებული მატერიალური გრძნობების დაკმაყოფილება შეუძლიათ, ან უხეში სხეულის მოქმედებებით ან სპეკულაციური მსჯელობებით. სხეულიდან ან ჭკუიდან გამომდინარე, ყველაფერი ყოველთვის არასრულყოფილია და არამტკიცე, მაგრამ ტრანსცენდენტული სულიერი მოქმედებები მუდამ ნათელი და საოცარია. წმინდა სიყვარული ტრანსცენდენტულ საფეხურზე მატერიალური მომხიბვლელობისგან თავისუფალი სიწმინდის ნიმუშია და მთლიანად სულიერია. მაგრამ სულიერი განშორებისაც არც გაბრუებულობა არსებობს და არც უშედეგობა, როგორც ამას მატერიალური განშორების დროს ხვდებით. უფალი ჩაიტანია დაეთანხმა, რომ ეს გახლავთ ტრანსცენდენტული სასიყვარულო ურთიერთობის უმაღლესი მდგომარეობა. მხოლოდ შენი წყალობით შევძელი ასე მაღალი ტრანსცენდენტული მდგომარეობის გაგება. მისი მიღწევა ტრანსცენდენტული მოქმედებების შესრულების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ ხომ ვერ ამიხსნიდი, როგორ შემიძლია ამ სამფეხურამდე ამაღლება? ჩემთვისაც ძნელია გაგაგებინო, უპასუხა რამანანდამ. რაც შემეხება მე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რაც შენ გსურს. ვერავინ გაექცევა შენს უზენაეს ნებას და თუმცა თითქოს მე ვლაპარაკობ, სინამდვილეში მე არა ვარ მოლაპარაკე, შენ ლაპარაკობ. ამიტომ შენვე ხარ მოსაუბრეცა და მსმენელიც. ამდენად ნება მომეცი ვთქვა ის, რაც შენ გსურს, იმის შესრულების შესახებ ტრანსცენდენტული მდგომარეობის მიღწევისათვის, რომ არის საჭირო. შემდეგ რამანანდა რაიმ რათასა და კრიშნას საკრალური და ტრანსცენდენტული მოქმედებების შესახებ საუბარი დაიწყო. ამ მოქმედებების გაგება შეუძლებელია უზენაეს უფალთან ემოციებზე დაფუძნებული ურთიერთობის გზით, როგორც ბატონსა და მსახურს, მეგობარსა და მეგობარს, ან მშობელსა და შვილს შორის. ამ საკრალური საკითხის გაგება მხოლოდ ვრჯას ქალწულებთან ურთიერთობით შეიძლება, რამე თუ საკრალური მოქმედებები იმ ქალწულთა გრძნობებისა და ემოციებისგან ამოცემდება. ვრჯას ქალწულების ურთიერთობის გარეშე ადამიანი ვერ ასაზრდოებს ან გაზრდის ამგვარ ტრანსცენდენტულ შეცნობას. სხვანაირად რომ ვთქვათ, რათასა და კრიშნას ეს საკრალური გართობები ქალწულების წყალობით გავრცელდა. მათი გაგება შეუძლებელია. ამის შესაძლებლად ადამიანი ვრჯას ქალწულებს უნდა მიჰყვეს ფეხდაფეხ.
როდესაც ადამიანი ჭეშმარიტად აღწევს ამ საფეხურს, მას რათასა და კრიშნას საკრალურ გართობებში შესვლის უფლება ეძლევა. არ არსებობს არჩევანი მათი საკრალური გართობების გასაგებად. ეს დამტკიცებულია გოვინდა ლალიმრატაში. თუმცა რათასა და კრიშნას ურთიერთგრძნობები გამოვლენილი, ბედნიერი, ნათელი, ვრცელი და უსასრულოა, მათი გაგება მხოლოდ ვრჯას ქალწულებს ან მათ მიმდევრებს შეუძლიათ. ისევე როგორც არავის შეუძლია უზენაესი უფლის სულიერი ენერგიის შეცნობა, მისი უმიზეზო წყალობის გარეშე, ვრჯას ქალწულების ფეხთაფეხ მიყოლის გარეშე ვერავინ შეიცნობს რათასა და კრიშნას შორის არსებულ ურთიერთობას. რათარანის პირად თანამგზავრებს საქები ეწოდებათ, ხოლო მის ახლობელ თანაშემწეებს მანჯარები. ძალიან ძნელია კრიშნასთან მათი ურთიერთობის გამოხატვა, ვინაიდან მათ კრიშნასთან შერევისა თუ მასთან პირადი ტკბობის არავითარი სურვილი არ გააჩნიათ. პირიქით, ისინი მუდამ მზად არიან დაეხმარონ რათარანის კრიშნასთან ურთიერთობაში. იმდენად წმინდაა მათი სიყვარული კრიშნასა და რათარანისადმი, რომ ისინი უბრალოდ კმაყოფილნი არიან მათი ერთად ყოფნით. მართლაც მათ ტრანსცენდენტულ სიამოვნებას ანიჭებთ, როცა რათა და კრიშნა ერთად არიან. რათარანის ჭეშმარიტი სახე კრიშნას ხელზე შემოხვეულ ლიანას გავს, ხოლო ვრჯას ქალწულები რათარანის თანამგზავრები იმ ლიანას ფოთლებსა და ყვავილებს. ხეს ლიანასთან ერთად თავისთავად მისი ფოთლები და ყვავილებიც ეხება. გოვინდა ლალიმრატაში დამტკიცებულია, რომ რათარანი კრიშნას სიამოვნების პოტენციის ექსპანსიას წარმოადგენს და იგი ლიანასთან არის შედარებული, ხოლო მისი თანამგზავრები, ვრჯას ქალწულები, იმ ლიანას ყვავილებსა და ფოთლებთან. რათარანისა და კრიშნას ტკბობისას ვრჯას ქალწულნი თავად რათარანიზე მეტ სიამოვნებას განიცდიან. თუმცა რათარანის თანამგზავრები კრიშნასგან არავითარ ყურადღებას არ მოელიან, რათარანი იმდენად ნასიამოვნებია მათით, რომ პირადად ახვედრებს კრიშნასა და ვრჯას ქალწულებს. მართლაც რათარანი მრავალი ტრანსცენდენტული ხერხით ცდილობს თავისი თანამგზავრების კრიშნასთან დაკავშირებას, ანუ შეერთებას და ამ შეხვედრებით მეტ სიამოვნებას განიცდის, ვიდრე კრიშნასთან საკუთარი შეხვედრებისას. კრიშნა მეტ კმაყოფილებას ანიჭებს, როცა ხედავს, რომ რათარანიცა და მისი თანამგზავრებიც კმაყოფილნი არიან მასთან ყოფნით. როდესაც კრიშნა ხედავს, რომ რათარანიცა და მისი თანამგზავრებიც ნასიამოვნები არიან, იგი უფრო მეტ კმაყოფილებას განიცდის. ამგვარ კავშირსა და სასიყვარულო ურთიერთობას, თუმცა იგი კაცსა და ქალს შორის მატერიალურ კავშირს გავს, მატერიალურ ვნებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მხოლოდ ასეთი მსგავსების გამოა ამ სასიყვარულო ურთიერთობას ზოგჯერ ტრანსცენდენტულ ენაზე ტრანსცენდენტულ ვნებას რომ უწოდებენ. როგორც გაუტამია ტანტრაშია განმარტებული, ნება ნიშნავს საკუთარ გრძნობათა დაკმაყოფილებასთან მიჯაჭვულობას, მაგრამ რაც შეეხება რათარანისა და მის თანამგზავრებს, მათ საკუთარ გრძნობათა დაკმაყოფილება არ სურთ, მათ მხოლოდ კრიშნას დაკმაყოფილება სწადიათ. ეს შემდგომ შრიმად ბჰაგავატამშია დადასტურებული, სადაც ერთ-ერთი გოპი ამბობს. ჩემო ძვირფასო მეგობარო კრიშნა, შენ ახლა ტყეში დახეტიალობ ფეხშიშველი, რომელთაც ზოგჯერ ჩვენ გვაწყობ მკერდზე. როცა შენი ნაზი ტერფები მკერდზე გვილაგია, მათთვის ჩვენი მკერდი მაგარი გვეჩვენება. ახლა ტყეში ხეტიალობ, ქვებზე დადიხარ და არ ვიცით როგორ გრძნობ თავს, რადგან შენ ჩვენი სიცოცხლე და სული ხარ. ის უსიამოვნება, რასაც მაგარ ქვებზე სიარულით განიცდი, დიდ ტანჯვას გვაყენებს. ვრჯას ქალწულების მიერ გამოხატული ამგვარი გრძნობები კრიშნას ცნობიერების უმაღლეს ემოციებს წარმოადგენს. ნებისმიერი, ვისაც ჭეშმარიტად ატყვევებს კრიშნას ცნობიერება, გოპების ამ დონეს აღწევს. არსებობს ერთგული სამსახურის 64 კატეგორია, რომელთა შესრულებით ადამიანს შეუძლია გოპების განუპირობებელი ერთგულების საფეხურამდე ამაღლდეს. გოპების დონემდე კრიშნასადმი სიყვარულის რაგანუგა სპონტანური სიყვარული ეწოდება. როდესაც ადამიანი კრიშნასთან სპონტანურ ურთიერთობაში შედის, ვედური წესებისა და რეგულაციების შესრულება საჭიროებას აღარ წარმოადგენს. ტრანსცენდენტულ სავანიში უფალ კრიშნას პირად ერთგულთა უამრავი სახე არსებობს. მაგალითად არიან კრიშნას მსახურები, მსგავსად რაგტაკასა და პატრაკასი
და კრიშნას მეგობრები, როგორიც არის შრი დამა, არიან აგრეთვე კრიშნას მშობლები, ნანდა და იაშოდა, რომლებიც აგრეთვე კრიშნას ემსახურებიან, მათთვის შესაფერისი ტრანსცენდენტული გრძნობებით. ვისაც კრიშნას უმაღლეს სავანიში შესვლა სურს, შეუძლია ერთ-ერთ ამგვარ ტრანსცენდენტულ მსახურს შეაფაროს თავი. შემდგომ, სასიყვარულო სამსახურის შესრულების გზით, ადამიანს შეუძლია კრიშნასადმი ტრანსცენდენტული სიყვარულის მიღწევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მატერიალურ სამყაროში ერთგული, რომელიც კრიშნას მარადიული თანამგზავრის მოქმედებების თანახმად ასრულებს სასიყვარულო მსახურებას, სრულქმნის შემდგომ იგივე მდგომარეობას აღწევს. უპანიშადებსა და შრუტიში მოხსენიებულ ბრძენებსაც გოპების მდგომარეობის მიღწევა სურთ და ისინიც გოპებს მიჰყვებიან ფეხდაფეხ, რათა სიცოცხლის უმაღლეს მიზანს მიაღწიონ. ამას ამტკიცებს შრიმად ბჰაგავატამი, სადაც ნათქვამია, რომ ბრძენები პრანაიამას მისტიკური იოგას პრაქტიკის გზით სუნთქვის პროცესის ჭკუისა და გრძნობების კონტროლს ანხორციელებენ. ამდენად ისინი უზენაეს ბრაჰმანში შერწყმას ცდილობენ. იგივე მიზანს აღწევენ ათეისტები, რომლებიც ღმერთის არსებობას უარყოფენ. ასეთი ათეისტების ღმრთების უზენაესი პიროვნების ინკარნაციის მიერ მოკლის შემთხვევაში ისინიც უზენაესი უფლის ბრაჰმანის ყოფიერებას ერწყმიან. მაგრამ ვრინდავანის ქალწულების მიერ შრი კრიშნას თაყვანისცემა გველის კბენას ჰგავს, რამე თუ კრიშნას სხეული გველის სხეულთან არის შედარებული. გველის სხეული სწორი არასოდესაა, ყოველთვის დაგრეხილია. სწორედ ასევე, კრიშნაც ხშირად დგას სამად გადახრილ პოზაში და მან დაკბინა გოპები ტრანსცენდენტული სიყვარულით. რასაკვირველია, გოპები უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან ვიდრე მისტიკოსი იოგები და უზენაეს ბრაჰმანთან შერწყმის სხვა მოსურნენი. დანდა კარნაიას ბრძენებიც ფეხდაფეხ მიჰყვებიან ვრჯას ქალწულებს, რათა მსგავს მდგომარეობას მიაღწიონ. მარტო მარეგულირებელი პრინციპების შესრულებით ამ მდგომარეობის მიღწევა შეუძლებელია. ადამიანი სერიოზულად უნდა მიჰყვებოდეს გოპების პრინციპებს. ეს დამტკიცებულია შრიმად ბჰაგავატამში, სადაც ნათქვამია, რომ უფალი შრი კრიშნა, შრიმატი იაშოდას ვაჟი, ადვილად მოსაპოვებელი არ არის მათთვის, ვინც მენტალური სპეკულაციებით არის დაკავებული, მაგრამ იოლი მისაწვდომია ერთგული სამსახურის გზაზე მდგომი ყველა ცოცხალი არსებისთვის. მრავალი ფსევდო ერთგული არსებობს, რომლებიც აცხადებენ, რომ უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მიმდევართა ჯგუფს ეკუთვნიან, რომლებიც ხელოვნურად იცვამენ ვრჯას ქალწულების მსგავსად და ამას წინწასული ტრანსცენდენტალისტები, ანუ ერთგული სამსახურის წინწასული მოწაფეები არ ამართლებენ. ამგვარი ადამიანები გარეთა მატერიალურ სხეულს იმოსავენ, ვინაიდან სულელურად აიგავებენ სხეულს სულთან. ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ კრიშნას რათარანის და მათ თანამგზავრთა ვრჯას ქალწულთა სულიერი სხეულები მატერიალური ბუნებისგან შედგება. ადამიანმა სრულყოფილად უნდა იცოდეს, რომ ყველა ასეთი გამოვლინება ტრანსცენდენტულ სამყაროში მარადიული ნეტარებისა და ცოდნის გამოვლინებას წარმოადგენს. მათ არაფერი ესაქმებათ ამ მატერიალურ სხეულებთან. ამდენად, ვრინდავანის ქალწულთა სხეულები, სამოსელი, მორთულობები და მოქმედებები ამ მატერიალურ კოსმიურ გამოვლინებას არ ეკუთვნის. ვრინდავანის ქალწულები არ არიან მატერიალურ სამყაროში მყოფ და მოხიბლის საგანი. ისინი ყოვლის მიმზიდველი კრიშნას ტრანსცენდენტულ მოჯადოებას წარმოადგენენ. იმის გამო, რომ უფალი ყოვლის გამჭოლია, მას კრიშნა ჰქვია, მაგრამ ვრინდავანის ქალწულები თვით კრიშნასაც ხიბლავენ, ამიტომ ამ მატერიალურ სამყაროს არ ეკუთვნიან. თუ ადამიანი არასწორად თვლის მატერიალურ სხეულს ისევე სრულყოფილად, როგორც სულიერ სხეულს და ვრინდავანის ქალწულთა მიბაძვას იწყებს, იგი მაევათა იმპერსონალისტური ფილოსოფიის გარემოცვაში ვარდება. იმპერსონალისტები გვირჩევენ, რომ პროცესს, რომლის მიხედვითაც პიროვნება ისევე ეთაყვანება საკუთარ სხეულს, როგორც უზენაეს. ფიქრობენ რა ამგვარად, ასეთი ფსევდო ტრანსცენდენტალისტები ვრჯას ქალწულების სამოსელით იმოსებიან. მსგავსი მოქმედებები ერთგულ სამსახურში მიღებული არ არის. შრილა ჯივა გოსვამიმ, გაუდია სამპრადაიას ყველაზე ავტორიტეტულმა აჩარიამ კი დაგმო ამგვარი მიბაძველებები. ტრანსცენდენტული რეალიზაცია ნიშნავს უზენაესი უფლის თანამგზავრების ფეხდაფეხ გაყოლას. თუ ადამიანი თავს უზენაესი უფლის უშუალო თანამგზავრად თვლის,
იგი გაკიცხვის ღირსია. ვაიშნავთა ავტორიტეტული პრინციპების მიხედვით, ადამიანი გარკვეულ ერთგულს უნდა მიხვდეს და თავი კრიშნას თანამგზავრად არ წარმოადგინოს. ასე განმარტა რამანანდა რაიამ, რომ ადამიანმა ბრჯას ქალწულების განწყობილებით უნდა იმოქმედოს. ჩაიტანია ჩარიტამრატაში ნათლად არის ნათქვამი, რომ ადამიანმა ემოციური მოქმედებები უნდა მიიღოს და არა კრიშნას თანამგზავრებს მიბაძოს გარეგნულად. ერთგული ტრანსცენდენტულ სამყაროში რათასა და კრიშნას საქმეებზე უნდა ფიქრობდეს. დღეში 24 საათის მანძილზე რათა კრიშნაზე უნდა ფიქრობდეს და მუდამ მათი სამსახურით იყოს დაკავებული. გარეგნულად სამოსელის გამოცვლა საჭირო არ არის, რათა რანის თანამგზავრებისა და მეგობრების განწყობილების გაყოლით შეუძლია საბოლოოდ სრულყოფილ საფეხურს მიაღწიოს და გოლოკა ვრინდავანზე კრიშნას ტრანსცენდენტულ სავანეში გადაინაცვლოს. გლპების ემოციური საქმიანობების განწყობას სითჰა დეჰა ეწოდება. ეს სიტყვა გრძნობების, ჭკუისა და გონების მიღმა არსებულ წმინდა სულიერ სხეულზე მიუთითებს. სითჰა დეჰა წმინდა სულია, რომელსაც უზენაესი უფლის მსახურება შეუძლია. ვერავინ მოემსახურება უზენაეს უფალს თანამგზავრის სახით, თუ წმინდა სულიერის სახე არ ექნება. ეს სახე სრულიად თავისუფალია ყოველგვარი მატერიალური სიბინძურისგან. როგორც ბჰაგავად გიტაშია ნათქვამი, მატერიით გაბინძურებული პიროვნება მატერიალური ცნობიერების გამო სხვა მატერიალურ სხეულში გადაინაცვლებს. სიკვდილის შამს იგი მატერიალურად ფიქრობს და ამიტომაც სხვა მატერიალურ სხეულში გადაინაცვლებს. სწორედ ასევე, როდესაც პიროვნება თავის წმინდა სულიერ ინდივიდუალობას აღწევს და უზენაესი უფლისადმი შესრულებულ სულიერ სასიყვარულო სამსახურზე ფიქრობს, იგი სულიერ სამეფოში გადადის, რათა კრიშნასთან ურთიერთობა იქონიოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერი ვინაობის მიღწევითა და კრიშნას თანამგზავრებზე ფიქრით, ადამიანს სულიერ სასუფეველში გადანაცვლების დამსახურება შეუძლია. არავის ძალუც სულიერის სამეფოს განჭრედა და მასზე ფიქრი წმინდა სულიერი ინდივიდუალობის სითჰას მიღწევის გარეშე. ამრიგად რამანანდა რაიმ განმარტა, რომ სითჰა დეჰას მიღწევის გარეშე ადამიანს არც ქალწულთა თანამგზავრად გახდომა შეუძლია და არც უშუალოდ ღმრთების უზენაესი პიროვნების კრიშნასთვის და მისი მარადიული თანამგზავრის რათარანის სამსახურის შესრულება. ამასთან დაკავშირებით რამანანდამ შრიმად ბჰაგავატამში თქვა: არც ბედის ქალღმერთს ლაქშმისა და არც თვით ზეციური სამეფოს ქალწულებს არ ძალუძს იმის მიღწევა, რასაც ვრაჯაფუმის ქალწულები აღწევენ და სხვებზე რაღა უნდა ვთქვათ? უფალ ჩაიტანიას ძალიან ესიამოვნა რამანანდა რაიას ნათქვამი და გადაეხვია მას. შემდეგ ტრანსცენდენტული რეალიზაციის ექსტაზმა ორივე აატირა. ასე განიხილავდნენ უფალი და რამანანდა რაია რათასა და კრიშნას ტრანსცენდენტულ გართობებს მთელი ღამის განმავლობაში და დილით გაიყარნენ. რამანანდა თავისთან წავიდა, უფალი კი განსაბანად. განშორებისას რამანანდა დაეცა უფალი ჩაიტანიას ტერფებთან და შეევედრა: ჩემო ძვირფასო უფალო, შენ ხომ ჩემი უმეცრების ჭაობიდან განსათავისუფლებლად მოხვედი, ამიტომ გევედრები, დარჩე აქ 10 დღე მაინც და ჭკუა მატერიალური სიბინძურისგან გამიწმინდო. სხვას არავის შეუძლია ღმერთის ამგვარი ტრანსცენდენტული სიყვარულის მოცემა. შენთან იმისთვის მოვედი, რომ შენგან რათასა და კრიშნას ტრანსცენდენტული გართობები მოვისმინო და განვიწმინდო, უპასუხა უფალმა. მე ძალზე გამიღიმა ბედმა, ვინაიდან შენ ამგვარი ტრანსცენდენტული გართობების ერთადერთი მასწავლებელი ხარ. ქვეყნად სხვა არავინ მოიძებნება, ვისაც რათასა და კრიშნას შორის ტრანსცენდენტული სასიყვარულო ურთიერთობის გაგება შეეძლოს. შენ აქ 10 დღეს დარჩენას მთხოვ, მაგრამ მთელი დარჩენილი ცხოვრება შენთან მინდა გავატარო. გთხოვ, ჯაგანათა პურიში, ჩემ სამყოფელში ჩამოდი და მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ. შენთან ურთიერთობით, ჩემს დარჩენილ დღეებს კრიშნასა და რათას შეცნობაში გავლევ. მეორე დღეს შრიმან რამანანდა რაია ისევ მოვიდა უფლის სანახავად და მათ კვლავ გააგრძელეს ამ ტრანსცენდენტულ საკითხზე საუბარი. რომელია განათლების უმაღლესი სახე? კითხა რამანანდა რაიას უფალმა ჩაიტანიამ და რამანანდა რაიამ მაშინვე უპასუხა, რომ განათლების უმაღლესი სახე კრიშნას მეცნიერების ცოდნაა. მატერიალური განათლების სტანდარტი
გრძნობათა დაკმაყოფილებაა, მაგრამ სულიერი განათლების უმაღლეს სახეს კრიშნას მეცნიერების ცოდნა წარმოადგენს. შრიმად ბჰაგავატამში ნათქვამია, რომ საქმე, რომელიც ღმრთების უზენაეს პიროვნებას სიამოვნებას ანიჭებს, უმაღლესი მოქმედებაა და მეცნიერება ან ცოდნა, რომელსაც ადამიანი სრულ კრიშნას ცნობიერებამდე მიჰყავს, უმაღლესი ცოდნა გახლავთ. მსგავსად ამისა, როცა პრაჰლადა მაჰარაჯა თავის მეგობარ ბავშვებს სკოლაში ასწავლიდა, თქვა, რომ უფლის შესახებ მოსმენა, გალობა, ხსოვნა, თაყვანისცემა, ლოცვა, სამსახური, კრიშნასთან დამეგობრება და ყველაფრის მისთვის შეთავაზება უმაღლეს სულიერ ცოდნას შეადგენს. რა უმაღლესი სახელის მიღწევა შეუძლია ადამიანს? უფალმა ჩაიტანიამ ჰკითხა რამანანდა რაიას და რამანანდამ დაუყოვნებლივ უპასუხა, რომ პიროვნება, რომელიც კრიშნას ცნობიერების მქონედაა მიჩნეული, ყველაზე გამოჩენილ კაცად უნდა ჩაითვალოს.